დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ნაცვალსახელთან დაკავშირებულ მართლწერის საკითხებზე. ნაცვალსახელი ქვია მეტყველების ნაწილს, რომელიც იხმარება არსებითის, ზედსართავისა და რიცხვითი სახელების ნაცვლად გარკვეულ შემთხვევაში. ნაცვალსახელი იმავე კითხვებზე მიუგებს, რაზეც არსებითი, ზედსართავი და რიცხვითი სახელები. მაგალითად, კაცი დაბრუნდა, ის ისევ ჩვენთან არის. ის ნაცვალსახელია, ცვლის არსებით სახელს კაცი. ძლიერი ყველაფერში გამოდგება, მას ყველგან სიამოვნებით იწვევენ. ძლიერი ნიშნავს ძლიერ პიროვნებას და ზედსართავის სახელია, მას კი მისი კოლერატი ნაცვალსახელი. სამნი ქეიფობენ, ისინი მხიარულ ხასიათზე არიან. სამნი ნიშნავს სამ მოკეიფეს, იგი რიცხვითი სახელია. ისინი კი მისი კორელატი ნაცვალსახელი. როგორც ვიცით, გამოიყოფა ნაცვალსახელთა 10 ჯგუფი. ესენია პირის ნაცვალსახელები: მე, შენ, ის, იგი, ჩვენ, თქვენ, ისინი, იგნი და თავი. მაგალითად, თავი ისახელა. ჩვენებითი ნაცვალსახელები: ეს, ის, იგი, ეგ, ასეთი, ამნაირი, ამისთანა, ამდენი, მაგდენი, იმდენი. კუთვნილებითი ნაცვალსახელები: ჩემი, შენი, მისი, ამისი, იმისი, ჩვენი, თქვენი, ამათი, იმათი, მათი, თავისი. კითხვითი ნაცვალსახელები: ვინ, რა, რომელი, როგორი, რანაირი, რამდენი, სადაური, როდინდელი. კითხვით კუთვნილებითი ნაცვალსახელები: ვისი, რისი. მიმართებითი ნაცვალსახელები: ვინც, რაც, რომელიც, როგორიც, რანაირიც, რამდენიც, ვისიც, რისაც, სადაურიც, როდინდელიც. უარყოფითი ნაცვალსახელები: არავინ, ვერავინ, ნურავინ, აღარავინ, ვეღარავინ, ნუღარავინ, არაფერი, ვერაფერი, ნურაფერი, აღარაფერი, ვეღარაფერი, ნუღარაფერი, არარა, ვერარა, ნურარა. განსაზღვრებითი ნაცვალსახელები: თვით, თვითონ, თითოეული, ყოველი, ყველა. განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელები: ვიღაც, რაღაც, რომელიღაც, ვინმე, რამე, რომელიმე, რამდენიმე, კაი, ერთი. ურთიერთობითი ნაცვალსახელები: ერთმანეთი, ერთი მეორე. ახლა განვიხილოთ პირველი და მეორე პირის ნაცვალსახელთა ბრუნება. სახელობითი მე, შენ, ჩვენ, თქვენ. მოთხრობითი მე, შენ, ჩვენ, თქვენ. მიცემითი მე, შენ, ჩვენ, თქვენ. ნათესაობითი ბრუნვა დაერთავს თანდებულებს: ჩემთვის, ჩემგან, ჩემკენ, შენთვის, შენგან, შენკენ, ჩვენთვის, ჩვენგან, ჩვენკენ, თქვენთვის, თქვენგან, თქვენკენ და ასე შემდეგ. მოქმედებითი და ვითარებითი ბრუნვის ფორმა არ გააჩნიათ, ხოლო რაც შეეხება წოდებით ბრუნვას, ის არ აქვთ პირველი პირის ნაცვალსახელებს, ხოლო მეორე პირის ნაცვალსახელებთან იქნება შენ, შე, თქვენ, თქვე. როგორც ვხედავთ, სახელობითში, მოთხრობითსა და მიცემითში, პირველი და მეორე პირის ნაცვალსახელებს ერთნაირი ფორმა აქვთ, ხოლო პირველი პირის მხოლობითი რიცხვის ნაცვალსახელი მე ნათესაობით ბრუნვაში იცვლის ფუძეს და იქნება ჩემ, ჩემთვის, ჩემგან, ჩემკენ და ასე შემდეგ. ჩვენ და თქვენ ნაცვალსახელები თავისთავად მრავლობითი რიცხვის მნიშვნელობის მქონეა და აღარ საჭიროებს თანიანი მრავლობითის მაწარმოებელს. სწორია, ჩვენგანი, თქვენგანი, მათგანი, შეცდომაა, ჩვენთაგანი, თქვენთაგანი, მათთაგანი. სწორია, ყოველი, თითოეული ჩვენგანი, შეცდომაა, ყველა ჩვენგანი.
პირის ნაცვალსახელები ნათესაობითი ბრუნვის მნიშვნელობით მხოლოდ თანდებულით იხმარება. ერთმარცვლიანი თანდებულები იწერება პირის ნიშანთან შერწყმულად, ხოლო დანარჩენი ცალკე. მაგალითად, ჩემთვის, ჩემგან, ჩემკენ, ჩემ მიერ, ჩვენთვის, ჩვენგან, ჩვენკენ, ჩვენ მიერ, შენთვის, შენგან, შენკენ, შენ მიერ, თქვენთვის, თქვენგან, თქვენკენ, თქვენ მიერ. რაც შეეხება ჩვენებით ნაცვალსახელებს, ესენია ეს, ეგ, ის, იგი, ასეთი, ეგეთი, ისეთი, ამნაირი, მაგნაირი, იმნაირი, ამისთანა, მაგისთანა, იმისთანა, ამდენი, მაგდენი, იმდენი. ამათგან ბრუნების თვალსაზრისით თავისებურია ეს, ეგ, ის, იგი, ხოლო დანარჩენები ისევე იბრუნვის, როგორც მსგავსი ფუძის ზედსართავი სახელები. ჩვენებითი ნაცვალსახელები ეს, ეგ, იგი, ის ამ ფორმით მხოლოდ სახელობითია. დანარჩენ ბრუნვაში იცვლის ფუძეს და არ აქვს წოდებითი ბრუნვა. დავაკვირდეთ ამ ნაცვალსახელებს ბრუნებისას. ვხედავთ, რომ სახელობითის გარდა ყველა ბრუნვაში იცვლება ფუძე. ამ ნაცვალსახელებს მრავლობით რიცხვში აქვს მხოლოდ 4 ბრუნვა. სახელობითი ესენი, ეგენი, იგინი, ისინი. მოთხრობითი ამათ, მაგათ, მათ, იმათ. მიცემითი ამათ, მაგათ, მათ, იმათ. ნათესაობითი ამათ, მაგათ, მათ, იმათ. მოქმედებითი, ვითარებითი და წოდებითი არ გააჩნია. ეს, ეგ, ის, იგი. ჩვენებითიც არის და მესამე პირის ნაცვალსახელიც. ჩვენებითია მაშინ, როცა არსებით სახელს ახლავს. მაგალითად, ის კაცი, ეს საქმე, ეგ წიგნი. ხოლო პირისა, როცა ზმნას უკავშირდება. მაგალითად, ის მოვიდა, იგი წავიდა, ეგ გააკეთებს. მათ და იმათ ნაცვალსახელების ხმარებისას გაითვალისწინეთ. სწორია იმათ თქვეს, რადგან ზმნას შეეწყობა. შეცდომა იმათმა თქვეს. მათ იხმარება, როცა ზმნას შეეწყობა პირში, ხოლო მათმა იხმარება სახელებთან. მაგალითად, სწორია მათ გააკეთეს მათმა მეგობრებმა. შეცდომა მათმა გააკეთეს მათ მეგობრებმა. კუთვნილებით ნაცვალსახელთა ბრუნება არ განსხვავდება ბოლოთანხმოვნიან ზედსართავთა ბრუნებისაგან. ჩემი და ჩვენი 7-ვე ბრუნვის ფორმით იხმარება. დანარჩენებს წოდებითი ბრუნვის ფორმა არ გააჩნიათ. ბრუნებისას თავისებურებას იჩენს პირველი და მეორე პირის კუთვნილებითი ნაცვალსახელები, რომლებიც ვითარებით ბრუნვაში ად ბრუნვის ნიშნის ნაცვლად დაერთავენ მიცემითი ბრუნვის ნიშანს. მაგალითად, ჩემი წიგნი, შენი წიგნი, ჩემმა წიგნმა, შენმა წიგნმა, ჩემს წიგნს, შენს წიგნს, ჩემი წიგნის, შენი წიგნის, ჩემი წიგნით, შენი წიგნით, ჩემს წიგნად, შენს წიგნად, ჩემო წიგნო. თავისი გამოხატავს, რომ კუთვნილების საგანი ეკუთვნის მოქმედ პირს. თუ მოქმედი პირი მრავლობით რიცხვშია, გვექნება თავიანთი. მაგალითად, სწორია, ანამ თავისი საიდუმლო გაგვიმღილა. შეცდომა, ანამ მისი საიდუმლო გაგვიმღილა. სწორია, ბავშვებმა თავიანთ მეწყვილეებს გადახედეს. შეცდომა, ბავშვებმა თავის მეწყვილეებს გადახედეს. ხშირად ხდება აღრევა ნათესაობით ბრუნვაში დასმულ ჩემ პირის ნაცვალსახელსა და ჩემი კუთვნილებით ნაცვალსახელებს შორის. ამიტომ დაიმახსოვრეთ, თუ ნაცვალსახელი იხმარება სახელთან, ის კუთვნილებითია და დაირთავს ბრუნვის ნიშანს. მაგალითად, ჩემს მეგობარს და არა ჩემ მეგობარს, ჩემს სახლს და არა ჩემ სახლს. ხოლო თუ დაირთავს თანდებულებს, ან მიანიშნებს გარემოებაზე, ამ შემთხვევაში არის პირის ნაცვალსახელი და
არ შეიძლება s ბრუნვის ნიშნის ხმარება. შეცდომა ჩემ ამბავს თქვენ შეცდომას უნდა იყოს ჩემს ამბავს თქვენს შეცდომას, რადგან ის არსებით სახელს ახლავს, კუთვნილებითია და დაირთავს ბრუნვის ნიშანს. შეცდომა ჩემს გარშემო თქვენს ირგვლივ ჩემსკენ თქვენსკენ უნდა იყოს ჩემ გარშემო თქვენ ირგვლივ ჩემკენ თქვენკენ, რადგან გარემოებას ახლავს და იხმარება უბრუნვისნიშნოდ. სწორია ჩემ მეზობლად ცხოვრობს, რადგან ახლავს გარემოებას, მაგრამ სწორია ჩემს მეზობლად ვთვლი, რადგან სახელს ახლავს. განსაზღვრებით ნაცვალსახელთაგან თავისებურებას იჩენს ნაცვალსახელი ყველა, რომელიც დამოუკიდებლადაც იხმარება და არსებითთანაც. ყველა ბუზი ბზუისო, ფუტკართან ყველა ტყუისო. ამ წინადადებაში ყველა ორჯერ არის ნახმარი. პირველად ის სახელს ახლავს და განსაზღვრება, მეორედ დამოუკიდებლად არის ნახმარი, ზმნას უკავშირდება და ქვემდებარეა. ნაცვალსახელი ყველა უკვეცელია. არ აქვს ვითარებითი ბრუნვის ფორმა. მრავლობითში მხოლოდ ნარიანი სახელობითი ეწარმოება. ყველანი და ზმნაც მრავლობით რიცხვში შეეწყობა. ყველანი მოგროვდნენ. განუსაზღვრელობით ნაცვალსახელთა უმეტესობა ნაწარმოებია კითხვითი ნაცვალსახელებისაგან, ღაც ან მე ნაწილაკის დართვით. კაცი არსებითი სახელია, ერთი რიცხვითი, მაგრამ ზოგჯერ ეს სიტყვები განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელებია. განვიხილოთ ორი მაგალითი. მაგას კაცმა პასუხი უნდა მოსთხოვოს, აქ კაცმა მნიშვნელობით იგივეა, რაც ვინმემ ვიღაცამ. ხოლო მეორე მაგალითში იყო ერთი ღარიბი კაცი, ერთი აქ ვიღაც ნაცვალსახელის მნიშვნელობით არის ნახმარი. მაშასადამე კაცი და ერთი დასახელებულ მაგალითებში განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელებია. განუსაზღვრელობით ნაცვალსახელებს ebიანი მრავლობითიც ეწარმოებათ. მაგალითად, ვინმეები ვინმეებმა ვინმეებს, რამეები რამეებმა რამეებს, მაგრამ ვიღაცები ვიღაცებმა ვიღაცებს და არა ვიღაცეები ვიღაცეებმა ვიღაცეებს, რაღაცები რაღაცებმა რაღაცებს და არა რაღაცეები რაღაცეებმა რაღაცეებს. ეს ნაცვალსახელი გაორკეცებითაც იხმარება და დეფისით იწერება. ვიღაც ვიღაცები, რაღაც რაღაცები. ვენაწილაკიან სიტყვათაგან შეცდომები გვხვდება იგივე და ერთი და იგივე ნაცვალსახელთა ხმარებისას. უნდა გვახსოვდეს, რომ იგივე ნაცვალსახელს ვენაწილაკი ბრუნვის ფორმაზე ერთვის, ხოლო ერთი და იგივე ნაცვალსახელის ბრუნებისას ვენაწილაკი ფუძეზე დაერთვის ბრუნვის ნიშნის წინ. მაგალითად, ვაბრუნოთ ერთი და იგივე ამბავი. სახელობითი ერთი და იგივე ამბავი, მოთხრობითი ერთმა და იმავე ამბავმა, მიცემითი ერთსა და იმავე ამბავს, ნათესაობითი ერთი და იმავე ამბის, მოქმედებითი ერთი და იმავე ამბით, ვითარებითი ერთი და იმავე ამბად, წოდებითი ბრუნვის ფორმა არ გააჩნია. ცალკე ხმარებისას ერთი და იგივე ნაცვალსახელის ორივე ნაწილი იცვლება. შეცდომა იგივემ, იგივეს და ასე შემდეგ. სწორია იმავემ, იმავეს და ასე შემდეგ. სწორია იგივე ამბავი. შეცდომა იმავე ამბავი. სწორია იმავე ამბავმა. შეცდომა იგივე ამბავმა. იგივე იხმარება მხოლოდ სახელობით ბრუნვაში დასმულ სახელთან. მაგალითად, იგივე სახლი, იგივე მეგობარი, იგივე ქვეყანა. სხვა ბრუნვაში დასმულ სახელთან გვექნება იმავე. მაგალითად, სწორია იმავე სახლს, იმავე მეგობარს, იმავე ქვეყანაში. შეცდომა იგივე სახლს, იგივე მეგობარს, იგივე ქვეყანაში. ამით დასრულდა ჩვენი მე-7 გაკვეთილი. დავალებად გექნებათ ტესტი ნომერი 14.
ტესტის გმულს ვიდეოს ბოლოში ციხილავთ. თუ მოგეწონათ, გამოწერა არ დაგავიწყდეთ.